რადგანაც აუდიტორია პირდაპირ გაფიდბექებს, ესე იგი შენ ექშენებზე მოქმედებს ეგ ავტომატურად. ეხლა მაგალითად ბოლო ვიდეოში რომ დედაჩემის ვოისი რა, ეს რა ვნახე რა, სიკვდილზე თამაშები თუ რა გინდა გიყ. რომელიც დედაჩემმა რომ ნახა ეს ჩემი ანონსის ვიდეოები 48 საათი გადარჩი ამაზონის ჯუნგლებში, სადაც დავიჭირეთ ქვეწარმავლები. ეს ანაკონდა ცოცხალია რა ჩვენ დაჭერეთ. ეგ ვოისი გამიგზავნა და იმდენად აუთენტური და ბუნებრივი ემოცია იყო დედაჩემი რომ ნერვიულობდა მაგაზე რა და ეგ ჩავსვი ვიდეოში. ეგ რომ ცოდნოდა რა დამაძინებდა მე სახში რომ შენ ასეთ ადგილებში დადი. ეგეთ რაღაცას ახლა ტელევიზია ხო არასდროს არ გააკეთებს რა რაღაცა წინასწარ გაწერილი სცენარი აქვს ეს არის მაყურებლისთვის საინტერესო იტყვიან და всё ფიდბექს არ ელოდება რა და რეალურად YouTube არის სულ ცვალებადი სულ აი მართლა ცოცხალი პროცესია და რაღაცა პულსზე გიჭრავს ხელი მათ შორის ფიდბექებს იმ კუთხით რომ აუ ცოტა დაზაბული ხო არ იყავი ვიღაცა მოგწერს და შენ დაფიქრდები და ხო არ ვიყავი მამეთ და ტელევიზიაში იმდენ ყიფია ისი არის ის ცალკე და ეს ცალკე აუდიტორია ცალკე დგას რომ მაგ ფიდბექის მიღება წარმოუდგენელ რთულია